მოგესალმებით, ვაგზელებთ ტექსტურ რეჟიმში მუშაობის განხილვას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბრძანებას touch და ეგრეთ წოდებულ ჯგუფურ სიმბოლოებს. გავხსნათ ჩვენ ტერმინალი და მოდით აი ესეთი რამე გავაკეთოთ, შევქმნათ ფაილები ბრძანება touch-ის დახმარებით. ახლა ეს ორი გზით შეიძლება გაკეთდეს, თქვათ touch, თქვათ დავწეროთ 1txt, ხო? ls დავწეროთ და ნახოთ და მე შეგვიძლია დავწეროთ, თქვათ touch 2, თქვათ 2. ნახოთ შეიქმნა თუ არა ეს ფაილები. აი როგორც ხედავთ, ეს ფაილები შეიქმნა. მაგრამ ამდენი რო არ ვიწავლოთ, შეიძლება ასეაც გავაკეთოთ. touch 3txt, მერე 4txt, 5txt. აბა ნახოთ რა გამოგვივა. როგორც ხედავთ, აი ესე მიწერითაც შეიძლება გაკეთდეს შეიქმნას ფაილები. ნუ ჩვენ ახლა გვაქვს 5 ახალი შექმნილი ფაილი 1txt, 2txt, 3txt, 4txt და 5txt. ახლა მოდით განვიხილოთ ჯგუფური სიმბოლოები. ეს ჯგუფური სიმბოლოები რომლებია? ვეთქვითახლავე. პირველი ჯგუფური სიმბოლო რომელიცაა, ეს არის ვარსკვლავი. მოდით გავზარდოთ ეს ვარსკვლავი. მეორე ჯგუფური სიმბოლო არის კითხვის ნიშანი, მესამე ჯგუფური სიმბოლო არის კვადრატული ფრჩხილები და მესამე ჯგუფური სიმბოლო და მეოთხე არის ფიგურული ფრჩხილები, რომლებსაც განვიხილავთ. ჩვენ ამჟამად არ გეგმით რომ მარტო ეს 4 ჯგუფური სიმბოლოა, სხვებიც არსებობენ, მაგრამ დღეს განვიხილავთ მხოლოდ ამათ. რას აკეთებს ახლა ვარსკვლავი? ავიღოთ, თქვათ გვინდა გამოვიძახოთ, ვნახოთ text ფაილების ჩამონათვალი მხოლოდ. ls ვარსკვლავი წერტილი და txt. ანუ ვარსკვლავი ამ შემთხვევაში წერტილის წინ მდებარე ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოებს ჩაანაცვლებს. ნუ ნებისმიერი არა, მაგრამ თუ არ ვცდები 256-მდე სიმბოლოს ჩაანაცვლებს. სწორედ ამდენის დაბეჭდა არის შესაძლებელი. მე მგონი Linux-ში დასახელების დაწერისას. ბრძანების მიცემისას, ახლა ამ ბრძანების შესრულებისას წესით უნდა მივიღოთ პასუხი, ანუ გამოიტანოს ის ფაილები, რომლებსაც ყველას ექნება გაფართოება წერტილი txt. Enter-ს დავაჭიროთ და ვნახეთ, მართალია 1txt, 2txt, 3txt, 4txt, 5txt. სხვა text ფაილები ჩვენ აქ არ გვაქვს. აი იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად ls ვარსკვლავი, როგორც ხედავთ აქ run ხო არის და გამოიტანს ალბათ run და გამოიტანა მხოლოდ ეს ფაილი, რომელსაც ჰქონდა run-ი. კეთილი. შემდეგი რაც შეიძლება განვიხილოთ. ახლა განვიხილოთ კითხვის ნიშანი. ვაცრავოთ. აქ რაღაც შეცდომა აღმოვაჩინე. ხო, აი თქვათ კიდევ როგორ შეიძლება გავაკეთოთ წამით. ასეთი რამე შეიძლება გაკეთდეს ls წამით ls ვარსკვლავი t და ისევ ვარსკვლავი გავაკეთოთ. ისევ გამოიტანა, იმიტომ რომ პრინციპში წერტილის შემდეგ t მხოლოდ აი ფაილებს ჰქონდათ. მეორე ჯგუფური სიმბოლო, როგორც გითხარით, არის კითხვის ნიშანი. მეორე და თქვათ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს. მოდით გავაკეთოთ ls ვარსკვლავი ისევ t და კითხვის ნიშანი. დავაჭიროთ, მაგრამ ასეთი ფაილი არ მოიძებნა. რატო? იმიტომ რომ
კითხვის ნიშანი მხოლოდ ერთ სიმბოლოს ცვლის და ჩვენ აქ არ გვაქვს ისეთი რაიმე ფაილი, რომლის გაფართოება t-ი იწყება და მერე მხოლოდ ერთ სიმბოლო მოსდევს. აბა მოდით ვცადოთ ასეთი რაღაცა ls ვარსკვლავი t კითხვის ნიშანი t და გამოიტანა ისევ ეს. ნუ საით იქნება კითხვის ნიშანი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ერთ სიმბოლოს ჩაანაცვლებს მხოლოდ. სხვა შორის ასეთი რაღაცეები ძალიან გამოსადაგია სხვადასხვა ფაილების ძებნის დროს. ახლა კვადრატული ფრჩხილები რას აკეთებს? მოდი კვადრატული ფრჩხილების შემთხვევაში ესეთი რამე გავაკეთოთ. ავიღოთ 2-დან 4-მდე დიაპაზონი დავხუროთ კვადრატული ფრჩხილი და txt მივცეთ. როგორც ხედავთ, დასახელების მიხედვით რაღაცა ეს დიაპაზონი იყო, რაღაც მსგავსი რიცხვების ის იყო, მსგავსი დასახელებები იყო და ამიტომ ადვილი გახდა დიაპაზონის განსაზღვრა და გამოიტანა 5 ტექსტური ფაილიდან, რომელიც არსებობს, გამოიტანა ისინი რა დიაპაზონიც მიუთითე. მოდით აბა ახლა ასეთი რამე გავაკეთოთ ls აქ 1 3 და 5 txt არა არ იმუშავა ამ თანმიმდევრობამ, მაგრამ თუ ჩვენ გავაკეთებთ ასე რომ touch უბრალოდ ასე გავაკეთოთ, უარ ვიწვალოთ ბევრი touch ოღონდ ეს ფაილები არსებობს უკვე და მოდით 6 7 8 ნახოთ რა მოხდება. ой, ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. რაღაც გასაგებია რატომაც მოხდა, მე უბრალოდ აქ პრაბელები, ეგრე სივრცეები დაუტოვე, ეს არ უნდა გამეკეთებინა, აი ვთქვათ იგივე ls-ზე გადავიდეთ და ეს სივრცეები წაუშალოთ. წესით კი უნდა გამოაგდოს ახლა. კი ბატონო. ანუ შეცდომა ჩემი იყო იმაში, რომ მძიმეს, ანუ აქ არცად სივრცეები არ უნდა გამოაჩინოთ, იმიტომ რომ ბრძანება, ვთქვათ, ნებისმიერ ls-ი იქნება თუ touch-ი იქნება, ამაზე იბნება. აბა ახლა touch-ის ბრძანებაც გავასწოროთ და თუ წარმოიქმნება ახალი ფაილები. ესეთი სამოსანი მოსწავლის შეცდომებს ვუშვებ. კი ბატონო, აგერ წარმოიქმნა txt7 რაღაცა აირდა-ერია სულ. შიგნით წარმოიშვა ეს txt7, txt8 და txt ისინი, მაგრამ რაღაც უცნაურობა მოხდა. შემდეგ ეს ფაილები უნდა წავშალო აუცილებლად. კეთილი. ანუ ჩვენ განვიხილეთ touch-ის გამოყენება, განვიხილეთ როგორ შექმნა touch დახმარებით ფაილები, ასევე განვიხილეთ ვარსკვლავი, რომელიც ცვლის ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოებს, განვიხილეთ კითხვის ნიშანი, რომელიც ცვლის ერთ სიმბოლოს, კვადრატული ფრჩხილები, რომლებიც საშუალებით შეგვიძლია გამოყოთ გარკვეული დიაპაზონი და რაღაცა თანმიმდევრობის გამოყოფა შეგვიძლია ფიგურული ფრჩხილებით. ამ სიმბოლოებს ქვია ჯგუფური სიმბოლოები და ისინი გამოგვადგება სხვადასხვა ოპერაციის შესრულების დროს. ეს მოკლე ვიდეო იყო ჯგუფური სიმბოლოების შესახებ. მადლობა ყურადღებისათვის. თუ კი მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ მოწონების, ლაიქის მონიშნა. მადლობთ მომავალ ვიდეომდე.